პირველად სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსით მინანქარი ჭურჭელი ხელნაკეთი ნივთები და ტრადიციული სამზარეულო ეს უძველესი ბაზრის შემადგენელი ნაწილია, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით სტუმარი ყავს. ქართული სოფლის პარალელურად სტრასბურგის სტუმრებს ფოლკლორის და თანამედროვე ხელოვნების შეფასების საშუალებაც აქვთ. პირველი ქართული პური აქვს. ამას მე მოყვება ხაჭაპურიც. სტრასბურგის ცენტრში გუტენბერგის მოედანზე გაშლილ ქართულ სოფელთან ყველაზე დიდი რიგებია. ქართული ნაციონალური კერძებით მისულ დამთვალიერებელს კულტურის მინისტრი უმასპინძლდება. ძალიან გემრიელია მგონი ამისთვის ღირს აქ მოსვლა. ყველას ურჩევ მოვიდეს და მიირთვას. ძალიან დამაინტერესა ქართულმა კერძებმა და კულტურამ. ძალიან ლამაზი ქვეყანა ყოფილა, მომეწონა თქვენი კერძები, ყველაფერი ძალიან გემრიელია. გუშინ ვნახე ქართული ანსამბლის კონცერტი და მოხიბლული ვარ. ახლა მოვედი და ვკითხულობ კიდევ რომელ ქართულ ღონისძიებას შეიძლება დავესწრო. ტრადიციულ კერძებთან ერთად დამთვალიერებელი ქართული ტკბილეულითაც ინტერესდება. ქართული პურის დამწვადის შემდეგ სტრასბურგში დიდი პოპულარობით კახური თათარა სარგებლობს. ევროპელების ყურადღების ცენტრში მოექცა ქართული ჩიჩილაკიც. საშობაოდ ჩიჩილაკებს ტურისტებს სტრასბურგში ლანჩხუთიდან ჩასული გურულების თავაზობენ. ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა, ძალიან აინტერესებთ, იყვნენ ფრანგები, ყიდულობდნენ, ინგლისელები, ყიდულობდნენ, იტალიელები, გერმანელები. განსაკუთრებით იტალიელებს მოწონთ. რატომ არ ვიცი, ალბათ სამხრეთული არ ვიცი რატომ. გაოცებულები იყვნენ რა არის და შემდეგ რომ დააგემოვნეს აღარ იყო ერთი ქვაბითათარას ნახევარსაათში აღარ იყო. გუტენბერგის მოედანზე გაშლილი ქართული სოფელი სტრასბურგის საშობაო ბაზრობის ნაწილია. წელს პირველად ბაზრობის საპატიო სტუმარი და თანამასპინძელი საქართველოა. ქართულ მინანქარს, ჭურჭელს, ხელნაკეთ ნივთებს და სხვა ქართულ პროდუქციას 4 მილიონამდე ადამიანი დაათვალიერებს. სწორედ ამდენი სტუმარი ჰყავს ყოველწლიურად სტრასბურგის საშობაო ბაზრობას. აი ეს ევროპელები, რომლებიც ცხოვრობენ, აი ესე ტურისტის ცხოვრებითაც მოგზაურობენ, გამოყვებიან კიდე ჩვენ სიმღერებს, ჩვენ ცეკვებს, ჩვენს კულინარიას და უახლოეს მომავალში უკვე მომავალი წლიდან ბევრად მეტი ჩამოვა ჩვენთან. როდესაც ხდება დემოკრატიული არჩევნების, ხელისუფლების გადაბარება, ცვლილება, რთული და სერიოზული პროექტების განხორციელებას არის შესაძლებლობა შეექმნას პრობლემები. მიუხედავად ცვლილებებისა, ის საქმე, ის პროექტი, რომელიც დაწყებული იქნა 1 წლის წინ, გაგრძელდა და ვითარდება და მიმდინარეობს ყველანაირი პრობლემის გარეშე. ქართული სოფლის პარალელურად სტრასბურგში ლებერის მოედანზე ყიაცის ქვეშ 2 დღეა სუხიშვილების კონცერტი მიმდინარეობს. საშობაო ბაზრობაზე ანსამბლი რუსთავი, ლაშარი, თამთა ხვიტავა და ხატია ბუნიათიშვილიც იმყოფებიან. დაგეგმილია თითების თეატრის წარმოდგენებიც. ძალიან გამხიარული, ისე მომეწონა რომ გარშემო ყველას ვუყვები. შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ. მეც მომეწონა განსაკუთრებით ქართული მუსიკა და ცეკვა. კარგი სანახაობაა. მე გერმანიიდან ვარ და პირველად ვნახე ეს წარმოდგენა. სტრასბურგის საშობაო ბაზრობას დიდი ხნის ისტორია აქვს. სწორედ აქ იდგმება ყოველ წელს ევროპაში ყველაზე მაღალი ნაძვისხე. გადაწყვეტილება ბაზრობაზე საქართველოს მოწვევის შესახებ სტრასბურგის მერიამ გასულ წელს მიიღო. არჩევანი ფრანგებმა იაპონიასა და საქართველოს შორის ამ უკანასკნელზე შეაჩერეს. მთავარი კრიტერიუმი ასე დროს ქვეყანაში დემოკრატიის დონეა. სტრასბურგის საშობაო ბაზრობა 2 დღის წინ გაიხსნა და 3 იანვრამდე გაგრძელდება.